გადაცემა მე ვარ ფერმერის მოგზაურობა ლიეტუვაში გრძელდება. ლიეტუვა ეს არის ქვეყანა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აგრარული სექტორის განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. აქ ინოვაციები და მდგრადი მიდგომები ქმნის ახალ სტანდარტებს სოფლის მეურნეობისთვის. დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ლიდერს ამ სფეროში აგროკონცერნს, რომელიც ფერმერებს განვითარებასა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაში უახლესი ტექნოლოგიებითა და პროფესიული მხარდაჭერით ეხმარება. მოკლედ მოგვიყევით აგროკონცერნო ჯგუფის მისიის შესახებ და ზოგადად რა როლი აქვს მას ლიეტუვის სოფლის მეურნეობის სექტორში. აგროკონცერნი არის წამყვანი სასოფლო სამეურნეო კომპანია, რომლის მისიაა დაეხმაროს ფერმერებს ფერმების განვითარებასა და გაუმჯობესებაში. ჩვენი დევიზი სოფლის მეურნეობისა და დედამიწის მომავლის შექმნა ასახავს ჩვენს ვალდებულებას შევქმნათ მდგრადი და ინოვაციური მომავალი სოფლის მეურნეობისთვის ლიეტუვაში და მის ფარგლებს გარეთ. წელს აგროკონცერნი ამაყად აღნიშნავს დაარსებიდან 30 წლის იუბილეს. ჩვენი საქმიანობა 1994 წელს დაიწყო სასუქების, პესტიციდებისა და ისეთი სასოფლო სამეურნეო საქონლის ვაჭრობით, როგორიცაა ხორბალი, კანოლა და სხვა მარცვლეული. წლების განმავლობაში ჩვენ არამარტო გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა, არამედ გავხდით სოფლის მეურნეობის ინოვაციების ლიდერები. რამდენიმე წლის წინ გავაარსეთ ჩვენი ინოვაციების ცენტრი, რომელიც მოიცავს რეგისტრირებულ და სერტიფიცირებულ კვლევით დაწესებულებას. ეს ცენტრი საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ უახლესი კვლევები და დავნერგოთ ინოვაციური მიდგომები. ამასთან შევქმნათ ზუსტი მეურნეობის დეპარტამენტი, რომელიც ეხმარება ფერმერებს გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, გაზარდონ პროდუქტიულობა და შეამცირონ დანაკარგები. ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ დაახლოებით 1 მილიონ ევროზე მეტ ინვესტიციას კვლევასა და განვითარებაში. 2023 წელს ჩვენ ჩავატარეთ 3000-ზე მეტი ცდა, ხოლო 2024 წელს ეს რიცხვი 77000-მდე გავზარდეთ. ჩვენი კვლევები მოიცავს მცენარეთა დაცვის, ნიადაგის განუყიერებისა და მოსავლის გაზრდის ტექნოლოგიების სრულყოფას. ჩვენი ინოვაციები მოიცავს მოწინავე ტექნოლოგიების, როგორიცაა დრონები და რობოტები, ზუსტი შესხურებისთვის, რომლებიც ქარის, ნიმუშების სკანირებით ამცირებენ პესტიციდების გამოყენებას 70%-მდე. პოპკორნ სენსორები ნიადაგის და კლიმატის მონიტორინგისთვის გამოიყენება, ავტომატური მართვის სისტემები და სანავიგაციო ტექნოლოგიები, რომლებიც აუმჯობესებენ მექანიზებული მუშაობის ეფექტურობას. აგროკონცერნი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ინოვაციებით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ლიეტუვის მთავრობასთან კვლევების რეგისტრაციისა და სერტიფიცირების პროცესში, როგორც ერთადერთი კერძო კომპანია ლიეტუვაში, რომელსაც აქვს საკუთარი კვლევითი ცენტრი. როგორ უწყობს თქვენი კომპანია ხელს მდგრადი სოფლის მეურნეობის გამოყენებას და უშუალოდ რა პროცესებშია ამ კუთხით ჩართული, თუ შეგიძლიათ ამაზე დეტალურად მოგვიყვეთ? აგროკონცერნი წარმოადგენს კომპანიების ჯგუფს, რომელიც მრავალი მიმართულებით საქმიანობს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ერთ-ერთი ჩვენი კომპანია ინვესტიციას ახორციელებს ელექტროენერგიასა და მზის ენერგიაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ვალდებულებას მდგრადი მომავლის შექმნის მიმართ. ფერმერების საჭიროებებიდან გამომდინარე, აგროსერვისი ახორციელებს მრავალ ინოვაციურ პროექტს, რომელიც მიმართულია როგორც გარემოს დაცვაზე, ასევე სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდაზეც. ჩვენ ვამოწმებთ სხვადასხვა საფარის კულტურების მიქსებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჰაერიდან CO2-ის შთანთქმას და ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას. ამ პროცესში ჩვენ ვიყენებთ ბიომრავალფეროვნებას და მიკროორგანიზმებს, რომლებიც ბუნებრივად აფიქსირებენ აზოტს ნიადაგში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს და მოსავლიანობას. ჩვენ ასევე ვაწვდით სპეციალურ თესლებს, რომლებიც ზრდის ჯგუფური ეფექტიანობის მაჩვენებლებს, ხელს უწყობს ნახშირბადის შთანთქმას და აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას. ჩვენ ვავითარებთ ეტაპობრივი წყლის გამოყენების სისტემას, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად მართონ წყლის რესურსები, შეამცირონ დანაკარგები და გაზარდონ სარწყავის სისტემების ეფექტურობა.
Lietuvā უკვე 20 წელია, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და როგორც ვიცი, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ევროპულ სტანდარტებს აქ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. კონკრეტულად თქვენ საქმიანობაში რა როლი აქვს ამ სტანდარტებს და როგორ მიყვებით მას? ევროკავშირი, როგორც ერთი მთლიანი მოცემულობა, პირდაპირ არ მოქმედებს ჩვენზე, როგორც კომპანიაზე, მაგრამ მისი პოლიტიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფერმერებზე. მაგალითად, სუბსიდიები, რომლებიც მიმართულია კულტურების გამოყვანაზე, ემსახურება კლიმატური პრობლემების მოგვარებას, მათ შორის ნახშირბადის დაფიქსირებას ჰაერიდან და ნიადაგის რეგენერაციას. ეს სუბსიდიები ქმნის მოთხოვნას ჩვენ მიერ მიწოდებულ თესლსა და სერვისებზე. ფერმერები სარგებლობენ პირდაპირ სუბსიდიებით, რაც მათ საშუალებას აძლევს განახორციელონ მდგრადი მეურნეობა. შედეგად, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მათ პროდუქტებისა და პლანტატორების სერვისები, რომლებიც არამხოლოდ ამცირებს ემისიებს, არამედ ეხმარება მათ უკეთესად მართონ თავიანთი რესურსები. ევროპული სუბსიდიები ფერმერებისთვის დაწესებული მოთხოვნები და გარემოსდაცვითი რეგულაციები ასევე გავლენას ახდენს ჩვენი როგორც კომპანიის მომსახურების და პროდუქტების განვითარებაზე. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს როგორც მაგ წარმატებას, ისე გარემოსდაცვითი მიზნების. ჩვენ არამხოლოდ დისტრიბუტორები ვართ, არამედ გვაქვს საკუთარი ფერმები, რომლებიც მოიცავს დაახლოებით 30,000 ჰექტარს. ეს ფერმები უშუალოდ ჩვენზე მუშაობენ და დიახ, ისინი ასევე სარგებლობენ სუბსიდიებითაც. ფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მუშაობთ, არის ენერგეტიკული გეგმების შექმნა, რომლებიც მოიცავს მეურნეობებთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ქარხნებს. ფერმერების პერსპექტივიდან ჩვენ ვართ კომპანია, რომელსაც აქვს საკუთარი მიწა და რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ სასუქებისა და პესტიციდების დისტრიბუციით. ეს ჩვენს საქმიანობას მრავალმხრივ ეფექტს სძენს. ამასთან ჩვენი პროექტები მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპის სუბსიდირების პროგრამებთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენ შესაძლებლობებს და განვითარებას. თქვენს კომპანიას ბევრ ფერმერთან უხდება კომუნიკაცია და თქვენი აზრი მაინტერესებს, რა გამოწვევების წინაშე დგას ლიეტუველი ფერმერები და განვითარების მომავალში უფრო მეტად განვითარების რა შესაძლებლობები არსებობს დღეს თქვენს ქვეყანაში. როდესაც მოგზაურობ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში, ხშირად ვხედავ, რომ ფერმები იქ უკვე მე-6 ან მე-7 თაობისაა. ლიეტუვაში კი ფერმერობა მხოლოდ მეორე თაობაშია, რადგან ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დავიწყეთ დამოუკიდებელი მეურნეობების განვითარება. ამჟამად ჩვენ მუშაობთ მეორე და მესამე თაობის ფერმერებთან, რაც ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ახალ ფერმერებად ვითვლებით. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ინოვაციებს და ვცდილობთ გავაკეთოთ მაქსიმუმი. თუმცა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც ვაწყდებით, არის მარეგულირებელი გარემო ლიეტუვაში. ჩვენ გვსურს, რომ ლიეტუვა იყოს ევროპის ნომერ პირველი ქვეყანა კლიმატისა და გარემოს დაცვის კუთხით. თუმცა, მთავრობის მხრიდან დაწესებული მკაცრი მოთხოვნები ხშირად ზედმეტად დიდ დატვირთვას აყენებს ფერმერებს. ეს იწვევს სირთულეებს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და ვდგავართ საუკეთესო გზაზე. თუ შევადარებთ ლიეტუვურ ფერმერობას ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ მეტი, ვიდრე ისინი. გერმანიას აქვს დიდი გამოცდილება, მაგრამ ჩვენ, როგორც ახალი ფერმერები, უფრო აქტიურად ვნერგავთ ინოვაციებს. ასევე მე ხშირად ვადარებ ჩვენს მიდგომებს იაპონიას, რომელიც ცნობილია თავისი ტექნოლოგიური პროგრესითა და სრულყოფილებისკენ სწრაფ. შედეგად, ჩვენი ფერმერები ცდილობენ იაპონიის მაგალითზე მუდმივად ეძიონ საუკეთესო და დანერგონ უახლესი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში. წარმოიდგინეთ სოფლის მეურნეობა, სადაც ტექნოლოგია თითოეულ ნაბიჯს ასწრაფებს და ამარტივებს. დღეს 21 საუკუნეში ხელოვნური ინტელექტით მართული რობოტები ფერმერებს მნიშვნელოვნად ეხმარება. მინიმალური რესურსებით მიიღონ მაქსიმალური შედეგი. სარეველების ზუსტი მართვა, ქიმიური ხარჯების შემცირება და ნიადაგის ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ამ ინოვაციებს სოფლის მეურნეობის შეუცვლელ მოკავშირეებად აქცევს. ვინაიდან ფერმერებს აძლევს თავისუფლებას, მეტი დრო დაუთმონ სტრატეგიულ ხედვებსა და მეურნეობის განვითარებას. ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ამ რობოტებმა გააჩინეს, ამბობენ, რომ მხოლოდ დასაწყისია იმისა, რაც მომავალში გველის.
წარმოგიდგენთ ჯონ დირის ინოვაციებს აგროსფეროში. თანამედროვე სოფლის მეურნეობაში სარეველების კონტროლი არა მხოლოდ გამწვევაა, არამედ შესაძლებლობა, რომ გავზარდოთ პროდუქტიულობა და დავზოგოთ რესურსები. ამ მიზნის მისაღწევად ჯონ დირმა შექმნა ორი ინოვაციური მანქანა. პირველი ტექნოლოგია უბრალოდ შესხურების აპარატი არ არის, ასეთი მასშტაბების მიუხედავად საოცარი მოქნილობითაც ხასიათდება. ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული ბუმის უნიკალური დიზაინი და სიმაღლის მართვის სპეციალური სისტემა უზრუნველყოფს სტაბილურობასა და გამძლეობას. ბუმზე განთავსებული 36 კამერა აკონტროლებს ნიადაგს წარმოუდგენელი სისწრაფითა და სიზუსტით, ამოიცნობს სარეველებს და მათთან ბრძოლას იწყებს. ამ მანქანის მთავარი უპირატესობა მისი სხვადასხვა რეჟიმია. თითოეული მათგანი ფერმერების საჭიროებებზეა მორგებული. მიზნობრივი შესხურების რეჟიმი ამცირებს ჰერბიციდების ხარჯვას და ამაღლებს მუშაობის ეფექტიანობას, ხოლო საერთო შესხურების რეჟიმი ეხმარება სარეველების ზემოქმედების პრევენციასა და კონტროლში. მეორე აპარატი უფრო მარტივი და ეფექტური გამოსავალია ფერმერებისთვის, რომლებსაც სურთ ტექნოლოგიებისგან მიიღონ სარგებელი ნაკლები სირთულით. ის აერთიანებს კამერის ტექნოლოგიასა და შესხურების ზუსტ კონტროლს, რაც ამცირებს წყლისა და სხვა რესურსების ხარჯვას. მოგიდგენთ რობოტს პომიდრის კულტურისთვის. ვირგო, ასე ქვია ამ ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც თავისი მოქნილი ხელებით ზუსტად მართავს მოსავლის აღების სრულ პროცესს, ხოლო ინტეგრირებული სისტემები აკონტროლებენ ნაყოფის ჯანმრთელობას და პროგნოზირებენ მოსავლიანობას მაქსიმალური სიზუსტით. ეს რობოტი არა მხოლოდ ამარტივებს ფერმერების მუშაობას, არამედ ქმნის ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის ძლიერ თანამშრომლობას. ის შთაგონების წყაროა, რომელიც ავლენს სოფლის მეურნეობის ახალ შესაძლებლობებს და აყალიბებს მდგრად და შედეგიან აგრომოდელებს. როგორ ვიპოვოთ შთაგონება, რომელიც ქმნის სოფლის მეურნეობის მომავალს? თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ახალი სამეული მეომარი გამოჩნდა. ესენი არიან ტომი, დიკი და ჰარი, უნიკალური რობოტების გუნდი, მცირე რობოტების მწარმოებელი კომპანიისგან. ტომი, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგი, გამოირჩევა სარეველების რუკების შედგენით წარმოუდგენელი სიზუსტით. მისი უნარი დაფაროს 20 ჰექტარი ავტომატურად და შეაგროვოს 6 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემები ნამდვილად გასაოცარია. თითოეული მცენარე მილიმეტრიანი სიზუსტით განიხილება, რაც ტრადიციული სოფლის მეურნეობის ბუნდოვანებას თავდაყირა აყენებს და მცენარეთა დეტალურად იდენტიფიცირების შესაძლებლობას ქმნის. დიკი გვთავაზობს სარეველების მართვის ახალ მიდგომას ქიმიური ნივთიერებების გარეშე. ის იყენებს ელექტროენერგიასა და ხელოვნურ ინტელექტს, რათა თითოეული სარეველა ზუსტად და ეფექტიანად გაანადგუროს. მისი თითოეული ელექტრული დარტყმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრადიციული მიწათმოქმედებიდან ინტელექტუალური და მდგრადი სოფლის მეურნეობისკენ. ჰარი, ამ სამეულის ბოლო მეომარი, სვამს კითხვას, როგორ გავხადოთ სოფლის მეურნეობა ნამდვილად მდგრადი. მცენარეთა განსხვავების უნარით, ჰარი ახალ სამეურნეო მოდელს ქმნის, სადაც სარეველებისგან გათავისუფლება და მოსავლისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე ხორციელდება. ეს კომპანია არა მხოლოდ რობოტ მეომრებს ქმნის, არამედ ცვლის ჩვენს წარმოდგენას სოფლის მეურნეობაზე.
ეს ავტომატური მოწყობილობა მარწყვის მოსავლის ასაღებად გამოიყენება და სოფლის მეურნეობის სექტორში რევოლუციურ მიღწევად ითვლება. ის იყენებს უახლეს ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კომპიუტერული ხედვისა და ხელოვნური ინტელექტის ერთიანობა, გარდა იმისა, რომ მოსავლის აღების ეფექტური ინსტრუმენტია, ის თანამედროვე სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისა და მდგრადობის სიმბოლოა. რობოტი არა მხოლოდ აღიქვამს და აგროვებს მარწყვს, ის ახერხებს ერთ წუთში 99%-იანი სიზუსტით 200-300 ნაყოფი შეაგროვოს. ასევე მოწყობილობა პასუხობს ინდუსტრიის წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებსაც. დღევანდელ სამყაროში, სადაც შრომის დეფიციტი და კლიმატური ცვლილებები გლობალურ პრობლემად რჩება, ავტომატური მოსავლის აღების მანქანები მნიშვნელოვან გადაწყვეტებს გვთავაზობს, აერთიანებს მაღალ სიზუსტეს, სისწრაფეს და რესურსების დაზოგვას. მოწყობილობა ამცირებს შრომის ხარჯებს, თავიდან არიდებს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას და მინიმუმამდე ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. მისი კომპიუტერული ხედვისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემა არა მხოლოდ არჩევს მწიფე მარწყვს, არამედ ნაზად კრებს მოსავალს, რითაც იცავს ნაყოფის მთლიანობას და ამცირებს ნარჩენებს. სპეციალური მექანიკური მკლავი თითოეულ ნაყოფს ფრთხილად და ზუსტად იღებს. შედეგად პროდუქტი არ ზიანდება. რობოტი ასევე აერთიანებს უნიკალურ მახასიათებლებს. ის ზრდის პროდუქტიულობაც, ამცირებს საკვების ნარჩენებს და ფერმერებს ეხმარება ხარჯების და ენერგიის დაზოგვაში. მისი 360 გრადუსით ხედვის სისტემა ზრდის გარემოს შესახებ ცნობიერებას, ამცირებს შეჯახების რისკებს და აუმჯობესებს უსაფრთხოებას. ტექნოლოგიურად განვითარებულ რეგიონებში, როგორიცაა ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა, ეს მანქანა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციისა და ავტომატიზაციისკენ. ეს მოწყობილობა არა მხოლოდ შემოსავლის მომტანი ინსტრუმენტია, არამედ ერთგვარი გადაწყვეტაა შრომის დეფიციტისა და კლიმატის ცვლილებების გამოწვევების გადასაჭრელად. მისი ავტომატიზაცია ოპტიმიზაციას უწევს წარმოების პროცესებს და ქმნის შესაძლებლობას შრომის ბაზრისთვის, ტრენინგებისა და უნარების განვითარების თვალსაზრისით. სნაიპერ რობოტი აგრარულ ტექნოლოგიებში სიზუსტისა და მდგრადობის სიმბოლოდ იქცა. კალიფორნიის ქუიამას ველებზე ეს ახალი რევოლუციური ძალა ცვლის აგრარულ ნარატივს. სნაიპერ რობოტი პესტიციდებისა და სარეველების სრულ კონტროლს ახდენს. რობოტი აღჭურვილია კომპიუტერული ხედვისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას ქმნის თითოეული მცენარე დეტალურად გაარჩიოს და შეადგინოს სუბმილიმეტრიანი სიზუსტის რუკები. მას აქვს უნარი ქიმიური ნივთიერებების გამოყენება 95%-ით შეამციროს, რაც ნამდვილად რევოლუციური მოვლენაა. სნაიპერ რობოტი, რომელიც უკვე ფერმერის სანდო პარტნიორიცაა, არა მხოლოდ მის ამოცანებს ასრულებს, არამედ ნაკლებად საზიანოს ხდის მიწათმოქმედების პროცესს, ქმნის ეკოლოგიურად გამართლებულ პრაქტიკებს, აერთიანებს ადამიანსა და ტექნოლოგიას მდგრადი და ინოვაციური მოდელების შესაქმნელად. ფარმბოტი ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი სურსათის წარმოებაში. თანამედროვე საკვების წარმოების სისტემა დატვირთულია მრავალი ხარვეზით, რაც ადამიანებს, ოჯახებსა და საზოგადოებებს სურსათის წარმოების რთული ქსელის კონტროლის მიღმა ტოვებს. ეს ხარვეზები საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და ჩრდილს აყენებს გარემოს მთლიანობას. ფარმბოტი ტრანსფორმაციული გადაწყვეტილებების პროცესში ხდება მთავარი ფიგურა. ის საშუალებას გვაძლევს დავიბრუნოთ კონტროლი სურსათის წარმოებაზე. ფარმბოტი არ გეგონოთ ჩვეულებრივი სათესე აპარატი. ის თანამედროვე ტექნოლოგიური ფერმერის როლს ითავსებს და ქმნის მომავალს, სადაც თითოეული ოჯახი სრულფასოვან მემცენარედ იქცევა. მოწყობილობა უნიკალურია თავისი სიზუსტითა და სანდოობით. ფარმბოტი არა მხოლოდ თესავს ნებისმიერ სასურველ ნიმუშს, არამედ დეტალურად აკონტროლებს მორწყვის პროცესს მცენარის ტიპის, ასაკისა და ნიადაგის მდგომარეობის მიხედვით. მისი ავტომატური სკანირებისა და სარეველების ამოცნობის ფუნქცია იცავს ბაღს არასასურველი მცენარეებისგან. ფარმბოტი ასევე გადის ტრადიციული ინსტრუმენტების რიგებიდან და ხდება საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი. ის ერთიანად იზიდავს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს, კვლევითი საქმიანობით დაინტერესებულ უნივერსიტეტის სტუდენტებს და ტექნოლოგიისა და სოფლის მეურნეობის მოყვარულებს.
სპეციალური 2 მიკროკონტროლერის გამოყენებით ფარმბოტი სრულყოფილად ასრულებს თავის საქმეს. ეს პროდუქტი გარდა მოწყობილობისა ერთგვარი ინფორმაციული ცენტრიცაა, სადაც ადამიანები იდეებს იზიარებენ, ინოვაციებს ქმნიან და კავშირებს ამყარებენ. ყველა მოდელი, პროგრამა და დოკუმენტაცია ღიად და ხელმისაწვდომადაა განთავსებული ონლაინ, რაც ფარმბოტს არა მხოლოდ მისი შემქმნელების საკუთრებად, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომ სივრცედ აქცევს. წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც სურსათის წარმოების პროცესი სრულად ღია და თვალსაჩინო იქნება, რაც მოგცემს შესაძლებლობას სრულად ვაკონტროლოთ ის, რითაც ვიკვებებით, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ხელი შევუწყოთ დარგის მდგრად მომავალს. თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ეს მფრინავი რობოტები ინოვაციის ახალი ეტაპია, რომელიც ფერმერებს სთავაზობს ხილის მოსავლის აღების ავტომატიზირებულ და ეფექტურ გადაწყვეტას. ეს რობოტები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც მათ საშუალებას აძლევს ზუსტად და სიფრთხილით მართონ მოსავლის აღების პროცესი. რობოტი ამ პროცესს უფრო გააზრებულსა და ოპტიმიზებულს ხდის. მოწყობილობა იყენებს ინოვაციურ კომპიუტერულ ხედვას და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა განსაზღვროს ხილის სიმწიფე და აიღოს მხოლოდ ის ნაყოფი, რომელიც მზად არის რეალიზაციისთვის. თითოეული ნაყოფი მექანიკური მკლავების საშუალებით ფრთხილად იკრიფება და ნაყოფის მთლიანობა სრულად დაცულია. რობოტები მუდმივ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს შეამცირონ სამუშაო დრო და გააუმჯობესონ წარმოების მაჩვენებლები. მათი უწყვეტი მუშაობა ნიშნავს იმას, რომ მოსავლის აღება შესაძლებელია გაცილებით უფრო სწრაფად და შედეგიანად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეზონური მოსავლის აღების პროცესში, როდესაც დრო კრიტიკული ფაქტორია. მობილური აპლიკაციის გამოყენებით ფერმერებს შეუძლიათ მარტივად მართონ რობოტის ფუნქციები, აკონტროლონ მისი სამუშაო პროცესი და რეალურ დროში მიიღონ მონაცემები მოსავლის მდგომარეობის, რაოდენობის და ხარისხის შესახებ. ეს ინფორმაცია ფერმერებს ხელს უწყობს გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც აუმჯობესებს წარმოების პროცესის მართვას. სხვა რობოტების მსგავსად ეს მოწყობილობაც აძლიერებს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების იდეას. მათი გამოყენებით მინიმუმამდე მცირდება შრომის ხარჯები და ეფექტურად გამოიყენება რესურსები, რაც განსაკუთრებით აქტუალურია შრომითი რესურსების დეფიციტის პირობებში. ეს რობოტები სოფლის მეურნეობის სრულ ტრანსფორმაციას ახდენენ, წარსულის შრომატევად პრაქტიკას შეუდარებელი სიზუსტით და ეფექტურობით ანაცვლებენ. ისინი უკვე იქცნენ ფერმერების ჭკვიან პარტნიორებად, რომლებიც შრომას ხელოვნებად, ხოლო წარმოებას უწყვეტ პროგრესად გარდაქმნიან, სადაც სოფლის მეურნეობა აღარ არის უბრალოდ შრომა, არამედ ნაბიჯი, თანამედროვე, მდგრადი და შეუზღუდავი შესაძლებლობების ეპოქისკენ.